დღეს აქციებზე დაკავებული თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის მორიგის სასამართლო პროცესი გაიმართა. საქმეზე გამოიკითხა დაზარალებულად ცნობილი ფეხბურთელი ქართული ოცნების მხარდამჭერი ბექა გოცირიძე. გოცირიძემ დღეს სასამართლოზე განაცხადა, რომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის მიმართ პრეტენზია არ აქვს და თანახმაა ისინი სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლოს. მოგვივიდა კონფლიქტი და მოგვივიდა ჩხუბი, ახლა კამერებია და გადაღებულია, ყველამ ნახა. Რაღაცა ისეთი ვიჩხუბეთ, რაღაცა ისეთი არ ყოფილა. მე მესმის მოხდა, ადამიანები ვართ და ვიჩხუბეთ. არ შეიძლებოდა გირაო ან რაღაც, რატომ მოყვა ამხელა რაღაცა? ტეხავს ხომ ადამიანები ვართ. ჩემზე იმხელა ბულინგი მოდის, რომ ვითომ აგენტი ვარ და დავაჭერინე. რა დავაჭერინე? მივდიოდი და მოგვივიდა ჩხუბი. კი, მოხდა კონფლიქტი და ამხელა რაღაც რატომ მოყვა ვერ ხვდები. ადამიანები ვართ და ყველა ჩხუბობს. ყველა დეტალი ახლა არ მახსოვს. თქვა ბექა გოცირიძემ. ადვოკატის შეკითხვაზე, რატომ არ შეეცადა გვერდი აერიდებინათ რუსთაველის გამზირისთვის, ბექა გოცირიძემ თქვა, რომ შეეძლო ამის გაკეთება და ახლა ნანობს, რომ ასე არ მოიქცა. ადვოკატი: ამ შემთხვევამდე თქვენ პოზიციონირებდით როგორც აგრესიული ამ ადამიანების აქციის მონაწილეების მიმართ? ბექა გოცირიძე: კი ბატონო. ადვოკატი: რატომ არ შეეცადეთ თავი აგერიდებინათ მაგ გამზირზე გავლისგან? ბექა გოცირიძე: ვნანობ ახლა ამ ყველაფერს, რომ ვფიქრობ, ვნანობ. Რაღაცები დამაბრალეთ. კი, ხო, მერე კი, ფარბიძი. არის არავითარ რა თქმა უნდა. თქვენ გითხარით, თქვენ თქვით, რომ პროცესორ ნანობს, ანუ ამის შესახებ გითხარით ერთი. აი, ეგ გითხარით ერთი ორი წუთი სადა. ხო და აქ გითხარით ჟურნალისტებს გვაინტერესებს, საზოგადოებას აინტერესებს. და იმედია გამოვუშვებთ მაგ. პოზიციის მიუხედავად მოსამართლე ელენე გოგუაძემ თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე პატიმრობაში დატოვა. მოსამართლის განმარტებით დაწარალებულის ჩვენება აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი ვერ გახდებოდა, მან ბრალდებულების მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლო საფრთხეზე გაამახვილა ყურადღება. არსებობს ორივე ბრალდებულის მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხეები. დაზარალებულის პოზიცია პრეტენზიის არქონაზე არ არის ის ახალი გარემოება, რაც წარმოადგენს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველს. შესაძლოა ასეთი ქმედება კვლავ ფაქტების ზედა დაზარალებული ამ პოლიტიკი არ განუცდია. მაგრამ არჩენია და თქვენაც ცდილობდით დაგემძიმებინეთ მისი ჩვენება. ამ დანა ჯიბიდან არ ამოუღია ამ დანის დამუშავება გზარება შეიძლება და საბამისად ნახეთ, ბრალდებულებისთვის არ იყო ცნობილი, რომ მას ჯიბეში ქონდა დანა და ეს არ უნდა გამხდარიყო მათი მხრიდან საფუძველი იმისა, რომ თავდასხმა განეხორციელებინათ ბექა გოცირიძეზე. იმიტომ რომ ამ ადამიანს სიყვაზე ინდობით ბექას? სიყვაზე? არა, რომ არ ამოუღია და არ ქონდა მცდელობა? გარდა იმისა, რომ მოწმის ჩვენება, ეს სიტყვაზე ენდობა არ არის, ეს არის მოწმის ჩვენება. დანა სისხლის სამართლის საქმეზე დამაგრებულია, ამოღებულია და საექსპერტიზის დასმაც არის ბექა გოცირიძე მათ შორის ხოიდახტის რომ არ იყო ეს დანა და ეხლა რა აგრესიულად თუმცა მალავდით თქვენ ამას თვეების განმავლობაში. დაზარალებულმა დააფიქსირა, რომ მას არ ახსოვდა, რომ შემთხვევის დროს ქონდა დანა, მით უმეტეს მას არ გამოუყენებია. დაზარალებულმა დააფიქსირა, რომ მან ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო ის რომ მაგრამ თქვა რომ მას ტკივილი არ განუცდა. არავინ არაფერი არ აიკითხეთ მისი ჩვენება, იმიტომ რომ ის სასამართლოშიც კი არ ამბობდა, რომ ტკივილი განიცადა. ქონია პრაქტიკაში შემთხვევა, როცა დაზარალებულს პრეტენზია არ ქონია და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა კვლავ ძალაში დარჩენია. რომ შეცვლილიყო ესეთი ქონია, ადვოკატი რომ მე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე გცემთ პასუხებს და არა ჩემს გამოცდილებას, ხოლო პატიმრობა უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევას, რადგანაც მომეტებულად არსებობს დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე. დანაშაულებრივი საქმიანობის თავაზე დგომის მიცემულებების გამოკვლევის შემდგომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების ხარისხს მიაჩნია, რომ ამ საქმეზე დადგება გამომტყუნებელი განაჩენი. რატო? ხმოვანი ჩანაწერი არ არის, გამოსახულებით არის ვიდეო ჩანაწერი 112. ანუ ვერ გავიგებთ ბექას ქონდა თუ არა რამე პროვოკაციული განცხადება აქციის მონაწილეების მიმართ? ხმოვანი ვიდეო არ არის ქალბატონო. ერთხელ კიდე გამოიკვეთა ესეც ძალიან შემაძრწუნებლად ჩემთვის, რომ ამდენი თვე აგვისტოდან მოყოლებული ადამიანები ყველაც ხედან, როცა თვითონ დაზარალებულსაც თურმე ახლა აღმოჩნდა, რომ არ ქონია პრეტენზია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენებაში აქვს მიცემული, რომ განიცადა ფიზიკური ტკივილიც, იგრძნო თავი რაღაცა დაზარალებულად ჯგუფური ძალადობის მსხვერპლად და ეხლა იძახის ადამიანი, რომ არა, ახალ წელს მინდა რომ სახლში შეხვდნენო ეს დაკავებულებიო. მე ამათთან პრეტენზია არ მაქვს, ძალიან გამიხარდება, რომ გამოუშვან
ეს რაღაცა ცინიზმის შემზარავი ის იყო რა სურათი უბრალოდ სუბიექტურად რო აუქვა ძალიან ისე ვარ გაღიზიანებული ამ ამბით და ნუ მოსამართლის გადაწყვეტილება რა თქვა რომ შემდეგ კიდე ერთი ორი მოწმე როცა დაიკითხება მე მივიღებთ უკვე საბოლოო გამამტყუნებელ ან გამომართლებელ განაჩენს საერთოდ ეს სასამართლო არის უსამართლო და რასაც ზემოდან ეტყვიან იმას გაითვალისწინებენ არ ველოდებით არაფერს კარგს მოვიდა ეს გოცირიძე რაღაცები იქ იბოდიალა რომ დამნაშავე არ ვარო რა გინდა თუ ამადგანო ვითომ ჩვენ დაპატიმრებულ ბიჭებზე გაუშვითო მეო პრეტენზია არ მაქვს და რაღაც სისულელეები დაიწყო და ჩვეულებრივი თეატრია რა მეც ვერაფერს ვერ ვიგებ ცნობისათვის თორნიკე თოშხვასა და მინდია შერვაშიძეს ბრალად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის B ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს მათ ბექა გოცირიძის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ედავებიან.